სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დასრულებულია. მიხაილ ყაველაშვილი სომეხ კოლეგას და სომხეთის პრემიერს შეხვდა. სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას და საოჯრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ორივე მხარე პრიორიტეტად აცხადებს. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მშვიდობის დამყარების პროცესში საქართველოს როლს დაეთმო. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული სამხრივის შეხვედრაც საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი დიპლომატების მონაწილეობით. ანა ბროლაძე სომხეთიდან. ქართული მხარის მიერ ჩამოყალიბებული და შექმნილი სამხრივი ფორმატი, რომლის ფარგლებში სწორედ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაიმართა შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე, არის ის თემა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს არაერთი პოზიცია მოვისმინეთ სომხური მხარისგან და ამ საკითხთან დაკავშირებით აქცენტი გაკეთა როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე, ასევე ამ თემასთან დაკავშირებით ხაზგასმით იყო საუბარი სომხეთის პრეზიდენტთან სტუმრობისა და ერთობლივი განცხადებების ფორმატში. მოკლედ, ქართული მხარე, რომელმაც დაასრულა ერევანში ოფიციალური ვიზიტი, პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამბობს, რომ ძალიან ნაყოფიერი იყო დისკუსიები დახურულ კარს მიღმა და ბუნებრივია, რომ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების გარდა, რომელიც მოიცავს სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, პოლიტიკურ დონეზე სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობას, ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, ტურიზმს და ასე შემდეგ, აი ამის გარდა რა თქმა უნდა, როდესაც რეგიონზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით ყველა მხარის ძალისხმევა და საქართველოს არის ქვეყანა, რომელიც პოზიციონირებს როგორც მედიატორი და შუამავალი მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომ მხარეებმა მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმება და დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტის დასრულების შემდეგ შეჯამებისას გითხრა, რომ მისი ვიზიტების ფარგლებში, როგორც სტუმრობისას ერევანში, ასევე სტუმრობისას ბაქოში მოისმინა ლიდერთა გაცხადებული პოზიცია, რომ მხარეები მზად არიან პოზიციები შეაჯერონ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით და ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას, რაც გახდება კავკასიაში გრძელვადიანი სტაბილურობის წინაპირობა და გარანტი და ასევე ქვეყნები ძალიან აფასებენ ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას, რომ მეზობელ სომხეთსა და მეზობელ აზერბაიჯანს შორის ითამაშოს მნიშვნელოვანი შუამავლის როლი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პრეზიდენტთან, ჩვენ გქონდა საუბარი სხვადასხვა დეტალებზე და მე მინდა საზოგადოებასაც და ყველას მიმართო, რომ არსებობს მზაობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვიყოთ მობილიზებული და მოტივირებული იმისთვის, რომ ამ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილური განვითარება. იცით ალბათ, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის დასრულებული მოლაპარაკება ყველასთვის ნათელი არის, რომ ყველა ელოდება ხელმოწერას, რომ გრძელვადიანი მშვიდობა დაისაგუდრებს ჩვენ რეგიონში, ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ხალხების ურთიერთობები ხაზგასმელი იყო ის, რომ თითქმის ერთ აზრზე ვართ ყველა ამ ქვეყნის ლიდერები, რომ ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, შემდეგ ენერგეტიკული თემა, ტურიზმი, კულტურული თემები, ეს ყველაფერი მოსდევს პოლიტიკურ სიმყარეს და მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არის პოზიტიური და მიმაჩნია, რომ იქნება წარმატებული. თავარი ამოცანა რაც არის რეგიონში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნა და ისეთი საკითხების იდენტიფიცირება, რომელიც სამივე მხარისთვის იქნება საინტერესო და მის გარშემო რეგიონალური თანამშრომლობის პროცესის საწყობა, რამაც ზოგადად ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში თანამშრომლობის და განვითარების ატმოსფეროს შექმნას. საქართველოს პოტენციალი გააჩნია, რომ შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ მშვიდობის პროცესის განვითარების საქმეში. რთულად არის სიტუაცია ზოგადად, მაგრამ ამ სირთულეებს უნდა დაუპირისპიროთ ის პოზიტივი, რაზედაც დღეს ჩვენ გქონდა საუბარი. მთავრობებს შორის ურთიერთობების განვითარება ყველა მიმართულებით, ეკონომიკური იქნება ეს, პოლიტიკური იქნება, კულტურის მიმართულება, ნებისმიერი მიმართულება, მაგრამ მთავარი მაინც რასაკვირველია არის უსაფრთხოება კავკასიის რეგიონში.
საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ჰქონდა როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, მანამ როგორც აღნიშნა დისკუსიები გამართა სომეხ კოლეგასთანაც. სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი დილით, რადგან მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის რანგში პირველად სტუმრობს ერევანს ოფიციალური ვიზიტით. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მხარეებმა უკვე გადაინაცვლეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე და ამის შემდეგ უკვე მედიისთვის გააკეთეს ერთობლივი განცხადებები იმ თემებთან დაკავშირებით, თუ რას შეეხო ორი პრეზიდენტის საუბარი და რა იყო განსახილველი საკითხი დახურულ კარს მიღმა. სომხეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სტრატეგიულ თანამშრომლობამდე აყვანილი ერევნისა და თბილისის ურთიერთობა და კიდევ ერთხელ განცხადებების ფორმატშიც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს გაწეული ძალისხმევისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ჩვენმა ქვეყანამ ორი მეზობელი ქვეყნის მოლაპარაკებების დასრულების პროცესში და სომხური მხარის მზაობა დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ისინი მზად არიან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად. სომხეთს და საქართველოს შორის ურთიერთობა დამყარებულია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ორი ქვეყნის მოძმე ერების ქრისტიანულ ღირებულებებსა და მომავლის ხედვაზე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს და სომხეთის მხრიდან ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ცნობის განცხადება, სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს-სომხეთის ურთიერთობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ვითარდება. დღეს განვიხილეთ ასევე რეგიონული სტაბილურობის და გრძელვადიანი მშვიდობის საკითხი. სომხეთი მტკიცედ დგას კეთილდღეობის და განვითარების საკითხზე და გააგრძელებს ძალისხმევას ამ მიმართულებით. პატივცემულო პრეზიდენტო, სომხეთი ძალიან აფასებს საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში. მშვიდობის და კეთილდღეობისკენ მიმართულ თქვენ ძალისხმევას. მივესალმებით სამხრივი პლატფორმის შექმნის შესახებ თქვენს ინიციატივას და თქვენს როლს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში. საქართველოს და სომხეთს აქვთ სანიმუშო ორმხრივი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით. გასულ წელს ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რაც მტკიცე მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და გზას უხსნის უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა სფეროში. ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს. სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს ცალსახად მიესალმება 2025 წლის 13 მარტს სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. გვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. პოლიტიკური შეხვედრების გარდა მიხეილ ყაველაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაემართა სომხეთის პატრიარქთან. საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტი დაასრულა, მისი დელეგაცია დატოვებს სულ ცოტა ხანში ერევანს და სომხეთის დედაქალაქი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული ტურნეს ფარგლებში აზერბაიჯანის შემდეგ იყო უკვე რიგით მეორე გაჩერება.